როგორ უნდა მოვიქცე თუ ცოლმა მიღალატა? ღირს თუ არა ცოლისთვის, ან შეყვარებული ქალისთვის ღალატის პატიება? და თუ გინდა რომ აპატიო, როგორ უნდა ქნა ეგ? ამ საკითხთან დაკავშირებით პერიოდულად მომდის კითხვები WhatsApp-ზე. მათ შორის ისეთებისგანაც, რომლებმაც ფსიქოლოგებთან გაიარეს ეს საკითხი. ამიტომ ვეცდები რომ აქ გაგცეთ სრულფასოვანი პასუხი. ზოგადად ეს არის ძალიან სპეციფიური საკითხი. ძალიან რთულია მსგავს ვითარებაში მყოფი მამაკაცის მდგომარეობაში შესვლა, მაგ ყველაფრის შეგრძნება და წარმოდგენა. მამაკაცები ამ საკითხში არ არიან ერთმანეთის მიმართ ლოიალური. ზოგი იმას ამბობს, რომ ეგრევე სამასოზე გაუშვებდა ქალს, ზოგი კი პირიქით კაცს დასცინის. სინამდვილეში კი მსგავს ვითარებაში შენ რომ ყოფილიყავი რას იზამდი, დამიჯერე რომ შენც არ იცი. და რა ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით ინტერნეტში. მე მგონი ყველანი ისედაც საქმის კურსში ხართ, რანაირ იდიოტობებსაც წერენ. რომ თურმე კარგი კაცისგან ქალი არ მიდის, კარგ კაცებს არ ღალატობენ და ასე შემდეგ. დიპლომირებული, კვალიფიცირებული ფსიქოლოგები კი ცდილობენ იმის მტკიცებას, რომ ურთიერთობაში ყველაფერი კარგად რომ ყოფილიყო, ქალი არ გიღალატებდა. ამიტომ მოდი შენში მოუძებნით პრობლემას და არა ქალში. შენს ქცევაში მოუძებნით პრობლემას და იმაში, თუ მთლიანობაში როგორ ექცევი ქალს. და ჩვენ აუცილებლად ვიპოვით რამეს და ხაზს გაუსვამთ, რომ აი ამის ბრალია ქალმა რომ გიღალატაო. მაგრამ რეალურად ეგ არის ფაქტების უსინდისოდ დამახინჯება. ეგ იგივეა სახლში რომ ქურდები შემოვარდნილიყვნენ, შენ რომ გაგენეიტრალებინა ისინი, შემდეგ კი მათთვის რომ ეთქვათ არაუშავსო, შენ კი დაედანაშაულებინე, იმიტომ რომ ზედმეტი ფული გამოიმუშავე და მათი პროვოცირება მოახდინეო. ზოგადად, ამ საკითხთან დაკავშირებით არის სერიოზული პრობლემა, გარდა იმისა, რომ ქალები და ქალების ფსიქოლოგები ადანაშაულებენ მამაკაცს. საქმე იმაშია, რომ ფსიქოლოგიაში არ არსებობს ისეთი გაგება, როგორიცაა მორალი, ღირსება, ცოდვა, სინდისი, ნამუსი და მათ შორის მომანიებაც კი. ფსიქოლოგია არის იგივე ფსევდოპაციფიზმი. ანუ სინდისის გათიშვის მეშვეობით ნამუსის გათეთრების მცდელობა. ფსიქოლოგია ყოველთვის იმის მხარეს იჭერს, ვინც ცდილობს სულიერი კანონების დარღვევას, ან ვინც უკვე დაარღვია. ამიტომ არ გაგიკვირდეს თუ შენ გეტყვიან შემდეგს. თუ ცოლმა კოლეგასთან გიღალატა, უბრალოდ გაიხსენე, ბოლოს როდის აჩუქე მას ყვავილებში არასწოროა. ამიტომ უნდა დაჯდეთ და ყველაფერი განიხილოთ. უნდა გაერკვე თუ რა აკლდა ქალს, რა მაიძულა რომ შენთვის ეღალატა, რის იძიება დაიწყო სხვაგან, რომ შემდეგ დააკმაყოფილო ეგ და აღარ გიღალატოს. ანუ რა გამოდის, აქ ბევრი ვარიანტია თუ რა ფენომენია. რა თქმა უნდა გარყვნილობა მუბიძგა ქალს ღალატისკენ. და რატომ უნდა დაიწყო მაგნიხვის ქექვა იმ მიზნით, რომ რამე ღირებულს იპოვი მანდ. მაგ ფსიქოლოგებთან საუბრების ფინალი წინასწარ არის გასაგები, სულ რაღაც ორი ვარიანტია, ორნაირ შედეგზე გახვალთ. პირველი ვარიანტი, ფსიქოლოგი შენ ბრძნული გამოხედვით გეტყვის, რომ არ გაითვალისწინე მისი ემოციური დაკვეთები, რომ შენ არ გესმოდა მისი, მოკლედ შენ ის არ გააბედნიერე, ამიტომ მან მაგ ბედნიერების ძიება დაიწყო სხვაგან. შესაბამისად ღალატი არის კანონზომიერი ფინალი. და რა გამოვიდა ახლა, რომ ქალს ძაღლივით უნდა აჭამო და მოუარო, რომ სხვა უკეთესი საჭმელი არ მისცეს და შედეგად შენი ერთგული რომ იყოს. თქვათ დაუყარე საჭმელი, რომ კარგად ჩაძღეს და წახვედი სამსახურში. რომ მოხვალ სამსახურიდან დახედე თეფშს, თუ ჭამა, ესე იგი მოეწონა და მაძღარია. ეგ კი იმას ნიშნავს, რომ დღეს არ უღალატია შენთვის. ხოლო თუ არ ჭამა, ესე იგი გაბრაზებულია და შენ ისევ რაღაც ისე არ ქენი, როგორც იყო საჭირო. აი ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცუდადაა შენი საქმე და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ანუ გამოდის, რომ ფსიქოლოგები ქალს და ძაღლს ერთ დონეზე განიხილავენ. მოკლედ, აზრი იმაშია, რომ შენ ხარ დამნაშავე იმაში, რომ ქალმა გიღალატა. მას არ უნდოდა ღალატი, ძალიან ებრძოლა მაგ ცდუნებას, უბრალოდ შენ მას სხვა გზა არ დაუტოვე. ამაზე უფრო გიგანტურ იდიოტობას მე მგონი ვეღარსად მოისმენ, გარდა ამ თანამედროვე ფსიქოლოგებისა. მეორე ვარიანტი არის შენს წინაშე ქალის სხვა ცრემლები, ღრმად ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის ფონზე, რომ თითქოს და ნანობს. მაგრამ შენ კარგად უნდა გესმოდეს, რომ მისი ეგ მწუხარება შენთან არანაირად არ არის დაკავშირებული და არაფერსაც არ ნანობს. უბრალოდ იმაზე წუხს, რომ შენ ის გამოიჭირე. წარმოიდგინე, რომ იმავე ქურდებმა წარმატებულად გაძარცვეს შენი ბინა. მაგრამ ლომბარდისკენ მიმავალ გზაზე ძალოვნებმა დაიჭირეს და ჰკითხეს მათ, ნანობთ თუ არა ჩადენილს. ისინი კი დამწუხრებული სახით პასუხობენ, კი რა თქმა უნდა ვნანობთ. ახლა კი გეკითხებით, გჯერათ მათი სინანულის თუ არა. პირადად მე არ მჯერა და ახლა აგიხსნით რატომ. ღალატი აბსოლუტურად ყოველთვის არის ცხოვრების წესის შედეგი. ღალატი აბსოლუტურად ყოველთვის არის ადამიანის შინაგანი მდგომარეობის ანარეკლი. ღალატი არასდროს არის შემთხვევითი. ღალატი აბსოლუტურად ყოველთვის არის სულიერი ლპობის კანონზომიერი შედეგი. გამოდის, რომ ქალი როგორც არ უნდა გეფიცებოდეს, რამდენი წრემლიც არ უნდა დაღვაროს, ისე ვერ მოინანიებს მაგას ვერც ერთ დღეში, ვერც ერთ კვირაში და ვერც რამდენიმე თვეშიც კი. ეგ სუფთა ტექნიკურად არის შეუძლებელი.
ბიბლიაშიც კი მთელი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ერთეული შემთხვევებია, სადაც ქალმა რეალურად მოინანია და რეალურად განიწმინდა. რადგან ეგ პროცესი ქალისთვის განუზომლად, წარმოუდგენლად რთულია, ვიდრე მამაკაცისთვის. მაგრამ მამაკაცებს ძალიან არ უნდათ ამისთვის დაჯერება. თან პატიობენ და თან მაგ დროს ისე წარმოიდგენენ სიტუაციას, რომ თითქოს და ძალიან კეთილ საქმეს აკეთებენ. მაგრამ ეგ არ არის მასე. მაგით შენ უბრალოდ შენი სისუსტის დაფარვას ცდილობ. შენ ხარ ქალზე მიჯაჭვული, არ გინდა მისგან წასვლა და ამიტომ თან თავს იტყუებ და თან თავს იწყნარებ კეთილი საქმის ნიღბით. ანუ შენთვის უფრო მარტივია ღალატისგან გამოწვეული სტრესის გადატანა და თითქოს დაქალის პატიება, ვიდრე რეალობისთვის თვალის გასწორება და მისგან წასვლა. თუ თქვენ არ გყავთ საერთო შვილები და შენ უშვებ იმის ალბათობას, რომ მაგ ფაქტის შემდეგ ისევ იყო მასთან და მით უმეტეს ოჯახური ურთიერთობა დაიწყო, მაშინ შენ უბრალოდ ვნებამ დაგაბრმავა, რომელთანაც საბრძოლველად ჯერ არ ხარ მზად. ზოგადად ქალზე სიგიჟემდე მიჯაჭვულ მამაკაცს მსგავს ვითარებაში აქვს ორნაირი რეაქცია. პირველი, ღალატის შემდეგ კიდევ უფრო უნდება ქალი. და მეორე, იწყებს ისტერიკებს, ღრიალს და მკერდზე მუშტების რტკმას. ხოლო ყველაზე მძიმე შემთხვევა არის, როდესაც მამაკაცს ხან ერთი რეაქცია აქვს, ხან მეორე. ხან იმას ამბობს, რომ ასეთი რამ რანაირად ქენიო და უწმაწურ სიტყვებსაც აყოლებს. მოგვიანებით კი მზად არის, რომ ყველაფერი აპატიოს. ზეგ კი ისევ იხსენებს და ისევ იჩხუბება. არავითარ შემთხვევაში ეს შეცდომები არ უნდა გაიმეოროთ. რეალური კეთილინების ქონა, თეორიულად რომ განვიხილოთ როგორ გამოიყურება. თქვათ გყავთ საერთო შვილები და გაიგე ქალის ღალატის შესახებ. ერთის მხრივ შენ არ იწყებ დომინანტურ ისტერიკებს, მეორეს მხრივ კი არ აცხადებ მზაობას, რომ მომენტალურად განაახლო ურთიერთობა. მისი ცრემლებისა და პატიების თხოვნის მიუხედავად. იმიტომ რომ შენი მიზანი არ არის, რაც შეიძლება სწრაფად არც ქალის კანონებისა და სასიყვარულო ემოციების მიღება და არც შურისძიება. შენ მშვიდად, წყნარად და გონივრულად უდგები საკითხს და ცდილობ გაანალიზო, რამდენად მიზანშეწონილია ღალატის შემდეგ მასთან ურთიერთობის განახლება. და ამას აკეთებ მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების გამო. და ამ ვითარებაში აწი აღარსად გიჩქარება. აქ შენ უბრალოდ გინდა რომ დროში და სივრცეში დააკვირდე ქალს, მის ქცევას და მის ცვლილებას. და ამას აკეთებ მინიმუმ 1 წლის განმავლობაში. შენ უნდა დაინახო, რომ მას აქვს თანმიმდევრული სურვილი იმისა, რომ რეალურად მოინანიოს. და ამაში შეიძლება ხელიც შეუწყო. მაგალითად, თუნდაც მონასტერში წასვლის რეკომენდაცია გაუწიო. ანუ აქ არ არის რაიმე მტრული დამოკიდებულება ქალის მიმართ. აქ შენ ცდილობ ფხიზლად შეაფასო ეგ მძიმე სიტუაცია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. აზრი იმაშია, რომ მსგავს ვითარებაში კეთილნებად ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ მხოლოდ ის მოცემულობა, როდესაც მამაკაცი თავისი ემოციების საწინააღმდეგოდ მიდის და ფხიზლად და ცივსისხლიანად მოქმედებს. ანუ საკუთარი ემოციების გამო კი არ აკეთებს რამეს, არამედ სხვა ბევრად მაღალი მიზნის გამო ცდილობს. და როდესაც ის ხვდება, რომ მის შემთხვევაში მაგის მიღწევა შეუძლებელია, შემდეგ რას აკეთებს? უბრალოდ უარს ამბობს მაგ ყველაფერზე და შორდება. ამიტომ ყველა ის მომენტალური პატიება იქნება თუ რისხვა კეთდება მხოლოდ საკუთარი ემოციების გავლენით და საკუთარი თავისთვის. თუმცა მაგას პატიებასაც კი ვერ დავარქმევთ, რადგან მამაკაც არც კი სწყენია. უბრალოდ ქვეცნობიერი შიში დაეუფლა, რომ შეიძლება ვინმემ წაართვას მას მისი სიამოვნების წყარო, ამიტომ ვითომ დაპატიობს მას. თუ შენ უცებ, მომენტალურად შეურიგდები ქალს, მზად იყავი უარესისთვის. თავიდან შენ მოგეშვება, ის შენთანა, ყველაფერი კარგადაა. მაგრამ მოგვიანებით შიგნიდან შეგჭამს ეჭვები. სად წავიდა, რატომ შეაგვიანდა, მართლა დაქალთან არის თუ არა. შენი ცხოვრება გადაიქცევა მანიაკი დეტექტივის ცხოვრებად, რომელიც ქალის ყველა ნაბიჯის დეტალურ შესწავლას ცდილობს. უსასრულოდ ეჭვებში იქნები, რომელიც ერთ დღესაც აუცილებლად ძალიან დიდ კონფლიქტამდე მიგიყვანთ. და როგორ დასრულდება ეგ კონფლიქტი, არაპროგნოზირებადია. შენ თითქოს და გინდა რომ მიიღო მისგან გარანტიები, რომ ის მეორედ მასე აღარ მოიქცევა. მაგრამ მოდი გულწრფელად დავფიქრდეთ, რისი გაკეთება შეუძლია ქალს იმისთვის, რომ ეგეთი გარანტიები მოგცეს. არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ვერც ერთი მისი სიტყვა, ვერც ერთი ფიცი ვერ იქნება შენთვის დამაჯერებელი. დაიმახსოვრე, თუ შენ ქალს შეურიგდები და თუ რეგულარულად იმის დემონსტრირებას მოახდენ, რომ მას არ ენდობი და მით უმეტეს თუ ყოველ წამს შეახსენებ მას მაგ ყველაფერს. ქალი ისე შემოაბრუნებს მაგ ყველაფერს, რომ შენ გამოხვალ დამნაშავე. ის ცრემლიანი თვალებით გეტყვის, რომ უკვე ხელში ამოვიდა ეგ ყველაფერი, რატომ მირიგდებოდი თუ არ მაპატიე. ამ ყველაფრის შემდეგ კი თავისთავად შენ გაიქცევი მის შესაჩერებლად. ზუსტად ამიტომ არ არსებობს არანაირი მომენტალური არც პატიება და არც შერიგება. თუ შენ გქონდა მსგავსი ისტორია ცხოვრებაში, ან თუ ახლა გაქვს გთავაზობ დახურული ვიდეოკურსების შემეცნებას. ყველაფერი ქალების შესახებ, ქალთან გაცნობა ძლიერი პოზიციიდან და ურთიერთობის მმართველი. დეტალურად მიხვდები თუ როგორ მუშაობს ეგ ყველაფერი. ბმული ტრადიციულად აღწერაში და მიმაგრებულ კომენტარშია.
არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება არ დაგავიწყდეთ, რომ რაც შეიძლება მეტად გავრცელდეს ეს კონტენტი. ასევე მოგიწოდებთ, რომ გამოიწეროთ ჩემი Telegram არხიც.